აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ოჯახი და ყველა დაახლოებული პირი გაათავისუფლა ყველა საგადასახადო პრეტენზიისგან. უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვათ, თუ ოდესმე ტრამპის ოჯახს ჰქონდა საგადასახადო დარღვევები, ამას აღარავინ აღარასოდეს გაიგებს. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ აუკრძალა საგადასახადო სამსახურს შეემოთვებინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მისი ოჯახის წევრების, დაკავშირებული პირებისა და ბიზნესის ყველა წინა წლის საგადასახადო დეკლარაცია. გადაწყვეტილება მიღებულია დონალდ ტრამპის სარჩელის დარეგულირების ფარგლებში, რომელიც მან საგადასახადო სამსახურს მისი საგადასახადო დეკლარაციების გაჟონვის გამო წაუყენა. ტრამპის სარჩელის ფარგლებში საგადასახადო სამსახურს 10 მილიარდი დოლარის გადახდას მოსთხოვ და ამას საუკუნის ყველაზე დიდ აფერად მოიხსენიებენ. დონალდ ტრამპი ხომ სასამართლოში εδავებოდა საკუთარ სამინისტროს და საკუთარ საგადასახადო სამსახურს, რომელთა ხელმძღვანელებიც პირადად მას ემორჩილებიან. ეს კი ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თავადვე მართავდა ამ ხელმძღვანელებს. ამას ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება უწოდოთ, მაგრამ აფერა ბევრად უფრო ღრმაა და ბევრად უფრო დახვეწილი. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და მეგობრებო, გამოიცადეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე ვიდეოს აღწერაში არის ბმული ჩემს მხოლოდ უკრაინულენოვან არხზე, YouTube არხზე. ასე რომ თუ გსურთ უყუროთ ჩემს ცალკეულ დამოშვებებს უკრაინულ ენაზე, აუცილებლად გადადით, გამოიწერეთ და დაუჭირეთ ხარის სრულიად ახალ, მხოლოდ უკრაინულენოვან YouTube არხს. მასში არსებობს ასეთი იურიდიული ტერმინი ინტერესთა კონფლიქტი. ეს მასში ხდება, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს სახელით იღებს გადაწყვეტილებას და ამავე დროს თავად არის ამ გადაწყვეტილების მთავარი ბენეფიციარი. ნორმალურ სახელმწიფოში ეს საერთოდ აკრძალულია, მაგრამ დონალდ ტრამპს ეს არ აინტერესებს და გადაწყვეტილება მირებულია. ანუ საერთოდ რაშია საქმე? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის დაქვემდებარებულ იუსტიციის სამინისტროსა და მის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის თოდ ბლანშის მეშვეობით მოახერხა ის, რომ ამერიკის საგადასახადო სამსახური IRS-ი, ციტატა, სამუდამოდ ჩამოერთვა უფლება შეემოწმებინა მისი საგადასახადო დეკლარაციები. და არა მხოლოდ მისი, არამედ დეკლარაციებიც. და მთელი მისი ოჯახის, შვილების, მათი ცოლების, მათი კომპანიების და ასე შემდეგ. არავინ და არასდროს ვეღარ ნახავს, რა ეწერა დონალდ ტრამპის მთელი ოჯახის საგადასახადო დეკლარაციებში. უფრო მეტიც, ეხლა აშშ-ის საგადასახადო სამსახურსაც კი აღარ აქვს უფლება შეამოწმოს ისინი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს 19 მაისის გადაწყვეტილებაში წერია შემდეგი ციტატა. აშშ-ში, ანუ როგორც სახელმწიფო, სამუდამოდ ჩამოერთვა უფლება, დემნოს ან განიხილოს ნებისმიერი პრეტენზია დონალდ ტრამპის მიმართ, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ და ასევე მისთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს. ყველაფერი, რაც იყო ან შეიძლებოდა გამხდარიყო შემოწმების საგანი, სამუდამოდ დახურულია. მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ მომხდარის მასშტაბი, საჭიროა თავიდანვე გავერკვეთ ყველაფერში. ისტორია სინამდვილეში უფრო გრძელია ვიდრე ჩანს და ტრამპი საკმაოდ ცპიერი ვინმეა. ესე იგი 2020 წელს გაზეთმა New York Times-მა ერთდროულად რამდენიმე წლის დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვთნა და გამოვლინდა შოკის მომგვრელი ფაქტი. 2016 წელს და 2017 წლებში. დონალდ ტრამპმა ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით თითოეულ წელს მხოლოდ $750 გადაიხადა. $750 წელიწადში. ბოლო 15 წლის განმავლობაში 10 წელიწადში დონალდ ტრამპს საერთოდ არ გადაუხდია არც ერთი ცენტი გადასახადი. ამასთან ერთად ოფიციალურად ტრამპი საკუთარ თავს ძალიან წარმატებულ და მდიდარ ბიზნესმენად აცხადებდა, მაგრამ გადასახადებს არ იხდიდა. 2021 წელს გამოცემა ProPublica-მ გამოაქვეყნა მონაცემები ამერიკის უმდიდრესი ადამიანების საგადასახადო სქემებზე, მათ შორის დონალდ ტრამპის შესახებ. 2022 წელს დემოკრატების მიერ კონტროლირებადმა კონგრესის საფინანსო კომიტეტმა კიდევ 6 წლის მისი დეკლარაციები გაასაჯაროა. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს მონაცემები? ისინი გაასაჯაროა აშშ-ის საგადასახადო სამსახურის კონტრაქტორმა სახელად ჩარლზ ლიტლ ჯონმა. პროკურორების ინფორმაციით, მან ჯერ კიდევ 2017 წელს თითქოს სპეციალურად დაიწყო მუშაობა აშშ-ის საგადასახადო სამსახურში, რათა მიეღო შემოსავლების მონაცემები დონალდ ტრამპის დეკლარაციებზე. და სწორედ ამ ბიჭმა გადასცა დონალდ ტრამპის მონაცემები გამოცემებს New York Times-ა და ProPublica-ს. 2023 წლის ოქტომბერში მან ერთ ბრალდებაში ცნო თავი დამნაშავედ, ხოლო 2024 წლის იანვარში მიიღო 5 წლიანი პატიმრობა.
დონალდ ტრამპი რა თქმა უნდა გაბრაზებული იყო. ის საჯაროდ აცხადებდა, რომ თითქოს ყოველ წელს ამოწმებს მას ეს საგადასახადო სამსახური. რამდენჯერ შეიძლება შემოწმება და ასე შემდეგ. და დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. შურს იძიებდა იმ სისტემაზე, რომელიც მისი აზრით იყო ნამდვილი. გამოიყენეს მის წინააღმდეგ პოლიტიკურად. სისტემაზე, რომელმაც აჩვენა, რომ სინამდვილეში მან მრავალი წლის განმავლობაში არ გადაიხადა გადასახადები, ჰეთრსახში დაბრუნების შემდეგ, უკვე 2025 წელს, ტრამპი სარჩელს შეიტანს საგადასახადო სამსახურისა და შეერთებულ შტატების ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ 10 მილიარდი დოლარის ოდენობით. და სწორედ აქ იწყება მთავარი იურიდიული აბსურდი. მოусმინეთ ყურადღებით. დონალდ ტრამპი ASH-ში საგადასახადო სამსახურს 10 მილიარდი დოლარის სარჩელით უჩივის. ASH-ში საგადასახადო სამსახური ფედერალური სააგენტოა. ფედერალური სააგენტო ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება. ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ექვემდებარება პრეზიდენტს. ანუ დონალდ ტრამპი როგორც კერძო მოქალაქე სასამართლოში ედავება სააგენტოს, რომელსაც პრეზიდენტის რანგში მართავს. ამით იქნება სიტუაცია, სადაც დონალდ ტრამპი ერთდროულად არის როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე. ამან თლიანად ჩიხში შეიყვანა ამერიკელი მოსამართლეები. ისინი ამბობენ, ხედავთ, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია. ხედავთ, რომ ფაქტობრივად ტრამპი საკუთარ თავს ედავება, მაგრამ რა ვქნათ ამასთან დაკავშირებით გაუგებარია. იურისტებმა ამას უწოდეს ციტატა: აღმასრულებელი ხელისუფლების საგანგებო გამოყენება. ფაქტობრივად ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, უბრალოდ უფრო ელეგანტურად დასახელებული. მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოხდა. 2026 წლის 18 მაისი ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის გაიწვიოს თავისი 10 მილიარდი დოლარის სარჩელი, თუ მას ოდნავ ნაკლებს გადაუხდიან. და გარანტიას მისცემენ, რომ მის საგადასახადო დეკლარაციებს არავინ შეამოწმებს. არა მხოლოდ არ ნახავენ, არამედ არც კი შეამოწმებენ. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს? შედეგად, დონალდ ტრამპი სასამართლო სარჩელს უკან იღებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო თითქმის 2 მილიარდი დოლარის ფონდის ქმნის. ფონდს ეწოდება სახელმწიფოს იარაღად გამოყენების წინააღმდეგ ფონდი. ოფიციალურად ეს ფონდი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის კომპენსაციის გასაცემად, რომლებიც თითქოს და ჯო ბაიდენის დროს უკანონო დევნის მსხვერპლნი გახდნენ. არაოფიციალურად, როგორც მივხვდით, ამ ფულს თავად დონალდ ტრამპი განკარგავს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 19 მაისს მეორე დღეს ASH-ში იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ჩუმად ჩნდება კიდევ ერთი დოკუმენტი. ცალკე დამატებაა იმ შეთანხმებაზე, რომელიც ადრე გაფორმდა. თანაც ეს გადაწყვეტილება ძალიან ჩუმად ჩაწერეს უკვე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ამ დამატებაში მხოლოდ ერთი გვერდია, სადაც წერია, რომ ASH-ში საგადასახადო სამსახურს ამიერიდან ეკრძალება დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის დეკლარაციების შემოწმება. არა მხოლოდ ტრამპს და მის ოჯახს, არამედ ასევე აფილირებულ პირებსა და ბიზნესებსაც. იცით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებისგან ამიერიდან დაცულნი არიან დონალდ ტრამპის გარემოცვაში მყოფი ყველა ადამიანი. აი გახსოვთ ეს ისტორია, როცა ტრამპი გამოდის, აკეთებს განცხადებას და ბირჟაზე კოტირებები უწევ იწყებს ზევით-ქვევით მოძრაობას. ამ დროს ვიღაცა ადგება და აქციებს ყიდულობს და გამოიმუშავებს მილიონობით დოლარს. ასე რომ თუ ეს კომპანიები აფილირებული იყვნენ დონალდ ტრამპთან, მათ საგადასახადო დეკლარაციებს ეხლა ვეღარ შეეხებიან და ვეღარ შეამოწმებენ. ეს ვრცელდება, ციტატა, საგადასახადო დეკლარაციებზე, რომლებიც წარდგენილია შეთანხმების ძალაში შესვლამდე. ანუ 2026 წლის 18 მაისამდე. დოკუმენტს ხელი მოაწერა თოდ ბლანჩმა. თითქოს ეს გენერალური პროკურორია და ყველაფერი კანონიერია. მაგრამ აქ არის ერთი დეტალი. სწორედ თოდ ბლანჩი იყო დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი. რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის ნიუ-იორკის პროცესი დონალდ ტრამპის საგადასახადო თაღლითობის საქმეზე. ეხლა იგივე ბლანჩი, უკვე ASH-ში გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის როლში, ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც სამუდამოდ ხურავს საგადასახადო პრეტენზიებს თავის ყოფილ კლიენტ დონალდ ტრამპთან მიმართებაში. როგორ მოგწონთ ასეთ შემოbrunება? რა გამოვიდა საბოლოოდ? მოდით ვცდი და ყველაფერს მაქსიმალურად მარტივად ჩამოვაყალიბებ. ASH-ში არსებობს პრინციპი: არავინ დას კანონზე მაღლა. ეს ფრაზა პირდაპირ უზენაეს სასამართლოს შენობაზეა დაწერილი. და ეს ამერიკული სამართლებრივი სისტემის საფუძველია 1787 წლიდან. მაგრამ დონალდ ტრამპმა მის დაქვემდებარებული სამინისტროს მეშვეობით, თავისი ყოფილი პირადი ადვოკატის მეშვეობით, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ამბობს: საგადასახადო კანონები მას, მის შვილებს, მის კომპანიებს და ასე შემდეგ აღარ ეხებათ.
ამასთან, უბრალო ამერიკელები აფინანსებენ თითქმის 2 მილიარდი დოლარის ფონდს, რომელიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს გადაუხდის. აი ესეთი აფერა ჩაიდინა ამერიკის პრეზიდენტმა. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები. დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარზვილაკს და არ დაგავიცლეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. გახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი უკრაინულენოვანი YouTube არხი. ბმული მასეც ამ ვიდეოს აღწერაშია. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.